მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის დეკემბრის ტარო პროგნოზ ლომებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნულოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-20 მაღალი არკანის სამსჯავრო. დეკემბერი თქვენთვის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ცვლილებების თვე იქნება. ბევრი თქვენგანისთვის შესაძლებელია ამ პერიოდში მოხდეს ერთგვარი გამოღვიძება, განახლება, გამორიცხული არ არის გქონდეთ შეგრძნება, რომ თავიდან დაიბადეთ, შეგეცვალოთ დამოკიდებულებები და განწყობები ბევრი საკითხის მიმართ, როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ასევე სხვების მიმართაც. ახლებურად შეხედოთ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში და გლობალურ დონეზეც. აქ იმაღლდეთ თვით შეფასება, იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე, ჩამოყალიბდეთ თქვენს სურვილებში, აზრებში და დამოკიდებულებებში. გაგიჩნდეთ ინტერესი სულიერი ძიებების და სულიერი განვითარების მიმართ. იგრძნობთ შინაგან ძალას, ბევრმა თქვენგანმა შესაძლებელია მიიღოთ დამსახურებული და მნიშვნელოვანი ჯილდო გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის, გაწეული შრომისთვის. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია გააკეთოთ მნიშვნელოვანი არჩევანი და მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. ადვილად შეძლებთ ძველი წყენების პატიებას და ზოგიერთ თქვენგანს შესაძლებელია ნოსტალგიური განწყობილებაც დაგეუფლოთ. თუმცა ეს ხელს ვერ შეგიშლით, კონცენტრირდეთ აწმყოზე და ორიენტირდეთ მომავალზე. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების სამიანი. ამ ხრივ სამწუხაროდ ამ პერიოდში იმედგაცრუება გელით, შესაძლებელია თქვენი პარტნიორი ვერ აკყვეთ თქვენს ინიციატივებში, ვერ მიიღოს თქვენი სიახლეებისადმი ლტოლვა, გამოიჩინოს უყურადღებობა და ამან გული გადგინოთ. შესაძლებელია გქონდეთ შეგრძნება, რომ პარტნიორს არ ესმის თქვენი, რომ მისი არსებობის მიუხედავად მარტოსულად გრძნობთ თავს. უარეს შემთხვევაში ამ ნიადაგზე შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციებით შეგექმნათ, ადგილი გქონდეს გაურკვევლობას და დაბნეულობას. ზოგიერთი თქვენგანი გამორიცხული არ არის ამ პერიოდში აღმოჩნდეთ სასიყვარულო სამკუთხედშიც, ამიტომ ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების ტუზი. ერთი მხრივ ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში თქვენ შეეცდებით რომანტიკული განწყობები გამოავლინოთ პარტნიორის მიმართ, შესაძლებელია გააქტიურდეთ და შეეცადოთ მინელებული გრძნობების გაახლებას, შეეცადოთ მეტი დრო გაატაროთ მასთან ერთად, დაგეგმოთ რომანტიკული საღამოები, მოგინდეთ პოზიტიურად იფიქროთ სამომავლო პერსპექტივებზეც. მეორე მხრივ ეს ბარათი შესაძლებელია აღნიშნავდეს ახალი ადამიანის გამოჩენას თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელია აქ სერიოზულ ურთიერთობაზე ამ ეტაპზე არც იყოს საუბარი, არც ფიზიკურ სიახლოვეზე და უბრალოდ თქვენი ყურადღების ველში გაჩნდეს ახალი ინტერესის ობიექტი, რომლის მიმართაც იგრძნობთ ძლიერ მიზიდულობას, ლტოლვას, ურთიერთობის სურვილს. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ იმოქმედოთ კეთილგონივრულად და ნებისმიერი თქვენი ქმედება და საქციელი დაუქვემდებარეთ რაციონალურ, კარგად გაანალიზებულ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს. მონეტების რაინდი. თქვენ ამ პერიოდში გაქვთ შანსი გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში თქვენი მუდმივი თანამგზავრი შეიძლება გახდეს. ყველაფერი თქვენს განწყობაზე და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ეს ნაცნობობა დიდი შანსია არ დაიწყოს რომანტიკულად, უფრო მეტიც შესაძლებელია გაცნობისას ვერც კი დაუშვათ ასეთი ურთიერთობის შესაძლებლობა, ამიტომ გირჩევთ ამ პერიოდში იყოთ მეტად ყურადღებით და
ზად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვპირდებათ დეკემბერში საქმიანი სფერო, მონეტების ტუზი. დეკემბერი თქვენთვის ახალი შესაძლებლობების თვე იქნება თვითრეალიზების კუთხით, შეძლებთ დაიწყოთ ზრუნვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, გაიჩინოთ შემოსავლების ახალი წყარო, გაიმყაროთ პოზიციები უკვე არსებულ სამსახურში, იფიქროთ დაწინაურებაზე და ზოგადად კარიერულ განვითარებაზე. თქვენთვის ეს პერიოდი მეტად ხელსაყრელი იქნება ნებისმიერი ინიციატივის რეალიზებისთვის, თუმცა მათთვისაც, ვისაც არ გაქვთ ასეთი წინსვლის სურვილი, შეძლებთ გაიმყაროთ სტაბილურობა არსებულ სამსახურებრივ პოზიციაზე და იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. და მაინც გირჩევთ დაფიქრდეთ განვითარებაზე და თქვენთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ ის პოზიტიური ენერგია, რომელსაც სამყარო მოგანიჭებთ ამ პერიოდში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების ხუთიანი. ფიქრობ ამ პერიოდში ბევრს იფიქრებთ თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, გექნებათ განცდა, რომ თქვენი რესურსი სათანადოდ არ ფასდება, რომ ვერ ახერხებთ ბოლომდე რეალიზებას, რომ გაქვთ პროფესიული და კარიერული კრიზისი, ვერ ახდენთ თქვენი პროფესიონალიზმის ბოლომდე გამოვლინებას, გეტყვით, რომ სწორი ფიქრებია, ასეთი ფიქრი აუცილებელია თქვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ თქვენი ცხოვრების ამ სფეროს, გაიაზროთ და გაანალიზოთ საკუთარი რესურსი, მოახდინოთ მოთხოვნების ფორმირება საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ და სწორედ ეს თქვენში ჩამოყალიბებული მოთხოვნები და გეხმარებათ სამომავლოდ გადახვიდეთ იმ ახალ ეტაპზე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ასე რომ დაუთმეთ დრო ამ ფიქრს და საკუთარი თვითრეალიზების ანალიზს. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების ოთხიანი, სტაბილური ენერგია, თქვენ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამთ დასაქმებისთვის, თუმცა ვხედავ, რომ ფინანსურად ჯერჯერობით არც გაქვთ ამის მიზეზი, დეკემბერში ემოციურად იგრძნობთ მზაობას, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ამ მიმართულებით, აქტიურად დაიწყებთ ფიქრს, რომელ სფეროში ისურვებდით თვითრეალიზებას, შესაძლებელია მოიციოთ შესაბამისი სასწავლო პროგრამებიც ან სტაჟირების გავლის შესაძლებლობები. მოგინდებათ გაიღრმავოთ ცოდნა და მიიღოთ ახალი გამოცდილებები. თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ ვერ ვხედავ თქვენს აქტიურ მოქმედებებს და ეს ყველაფერი დიდი ალბათობით მხოლოდ ფიქრების ან ინფორმაციის მოძიების დონეზე გამოვლინდება. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების რაინდი, დიდი ალბათობით ამ პერიოდში მიიღებთ მნიშვნელოვან შემოთავაზებას, რაც სამომავლოდ კარდინალურად შეცვლის თქვენს საქმიან ცხოვრებას. თუმცა თუ ასეთი შემოთავაზებების მიღების არავითარი შანსი არ არსებობს თქვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაშინ ამ ბარათების კომბინაცია გეუბნებათ, რომ თქვენ თვითონ შეგიძლიათ ასეთი პოზიტიური ცვლილებების განხორციელება, ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი შემოქმედებითი უნარები, იქნებით მიმზიდველები და საინტერესოები მომხმარებლებისთვის, გამოავლენთ დიპლომატიის საუკეთესო უნარს, რაც ხელშეგიწყობთ მოიზიდოთ კლიენტები, წარმატებით განახორციელოთ მოლაპარაკებები და გარდა ამისა, თქვენი გაზრდილი ინტუიცია და კრეატიული ხედვები ამ პერიოდში საშუალებას მოგცემთ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რაც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის მასშტაბირებაში და ისეთი გეგმების დასახვაში, რაც სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს დეკემბერში, ხმლების რვიანი, წარმოსახვითი, საკუთარ თავსმოხვეული შებოჭილობის ენერგია, შესაძლებელია ამ პერიოდში გქონდეთ განცდა, რომ ვერ გაუმკლავდებით თქვენს ფინანსურ ვალდებულებებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ბუნებრივია არკანების ასეთი კომბინაცია რაიმე განსაკუთრებულ და მით უმეტეს დიდ დამატებით შემოსავლებზე არ მეტყველებს, მაგრამ თუ ეს საკმაოდ პოზიტიურად და სტაბილურად გაივლით. გასაგებია, რომ კიდათ მეტი ფინანსური შესაძლებლობები გქონდეთ და ეს ბუნებრივია კიდეც, მაგრამ გარწმუნებთ ყველა სახის საჭიროებებს ამ პერიოდში წარმატებით გამკლავდებით. კიდევ ერთი ასპექტი მინდა აღვნიშნო, რომ თუ ამ პერიოდში ელოდებით დაპირებულ თანხას, მაგალითად გასესხებულის უკან დაბრუნებას, რომელიმე ძველ გასამრჯელოს ან სასამართლოს გზით მოპოვებულ სხვადასხვა სახის ფინანსებს,
სამწუხაროდ ამ პერიოდში ეს თანხა თქვენამდე ვერ მოვა და ამისთვის ჯერ კიდევ მოგიწევთ გარკვეული ძალის ხმევა მიმართოთ თქვენი კუთვნილის მისაღებად. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების 6-იანი, გქონდეთ მხარდაჭერის იმედი, არ მოგერიდოთ საჭიროების შემთხვევაში ითხოვოთ დახმარება და იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად მიიღებთ მას. არც თქვენ თქვათ უარი სხვის დახმარებაზე, თუ ეს შესაძლებლობა გაქვთ, გახსოვდეთ, რომ სამყარო ენერგოცვლის პრინციპზე დგას, იყავით გახსნილი ადამიანების და ზოგადად სოციუმის მიმართ, ეს დეკემბერში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეცადეთ იცხოვროთ დღეს, ახლა და აქ და არ ჩაებღაუჯოთ იმ ძველს, რაც დროს მიაქვს. იყავით ორიენტირებული მომავალზე, რომელიც წარმატებებს და ბევრ პოზიტიურ სიახლეს გპირდებათ. ასეთი იყო 2025 წლის დეკემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ლომებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.